საქართველოს ლიდერთან გიორგი ვაშაძესთან მადლობა გიორგი რომ ხარ ჩვენთან ერთად ცხადია მე მინდა პირველი კომენტარი გთხოვოთ მიხეილ სააკაშვილის გადადგომასთან დაკავშირებით სააკაშვილმა ოდესის გუბერნატორის თანამდებობა დატოვა შეგახსენებთ თანამდებობა დატოვა ასევე ოდესის პოლიციის უფროსის გია ლორთქიფანიძემ ანუ სააკაშვილი გუბერნატორობიდან წავიდა რა სიტყვით თქვენ რას უკავშირებთ ამ ყველაფერს და როგორ ხედავთ მისი კარიერის გზას შემდგომში ამ გადაწყვეტილების შემდეგ პირველი რომ მეც ახლა პირდაპირ ეთერში შევიტყვე ეს ყველაფერი როცა უსმენდი თქვენს ტელეეთერს თუმცა ეს მოსალოდნელი იყო იქიდან გამომდინარე რომ საკმაოდ ასე ვთქვათ ბევრი პრობლემა შეექმნა მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში აქტივობისთვის, მუშაობისთვის და შეიძლება ითქვას რომ ცოტა დაგვიანებული შეიძლება არის ეს გადაწყვეტილება რომელიც მან მიიღო, იმიტომ რომ ფაქტია რომ სხვადასხვა ენაზე საუბრობს უმრავლესობა და მიხეილ სააკაშვილი ეს ეთყობოდა ბოლო პერიოდში მიმდინარე განსაკუთრებით მოვლენებს უკრაინაში. მეც დაახლოებით 2 კვირის წინ ვიყავი უკრაინაში, სადაც იყო ასე ვთქვათ იგრძნობოდა ეს პრობლემები. რაც შეეხება ხა მიხეილ სააკაშვილის მომავალს, მე არ ვიცი, როგორც ვიცი, მას გეგმაში ჰქონდა იქ პოლიტიკური აქტივობა, არ ვიცი ხა რას აპირებს, როგორ აპირებს, ნამდვილად არ მაქვს ამის შესახებ ინფორმაცია, თუმცა ძალიან გაჭირდება მძლავრი პოლიტიკური, ასე ვთქვათ, ორგანიზმის ჩამოყალიბება ეხლა უკრაინაში, იმიტომ რომ საკმაოდ დიდია ნიჰილიზმი იქაც მოსახლეობაში, ისევე როგორც სამწუხაროდ საქართველოში პარალელი რომ გავავლოთ, აი და პარალელი კი არ გავავლოთ, ანუ ბოლო დღეების ამბები, რომელიც უკავშირდებოდა სააკაშვილის საკუთარი გუნდიდანვე გაკეთებული განცხადებები მაქვს მხედველობაში, აი ეხლაც ითქვა გიორგი კანდელაკმა დაადასტურა რომ აირჩევა ახალი თავმჯდომარე, მან თქვა რომ მიშა არ არის თავმჯდომარე უკვე დიდი ხანია, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ის პროცესები, რაც სააკაშვილს უკავშირდებოდა საქართველოში დღეს მისი გადადგომა ოდესაში რა პროგნოზის გაკეთების საშუალებას იძლევა შეიძლება ვთქვათ რომ ამ გადადგომის შემდეგ სააკაშვილს ექნება მცდელობები უფრო აქტიურად ჩაერთოს უკვე ნაციონალური მოძრაობის რებრენდინგში აი თქვენ რა პროგნოზს გააკეთებდით მე ვფიქრობ რომ ის გააქტიურდება ის ნამდვილად არ ასე ვთქვათ მიატოვებს ამ პროცესს, იმიტომ რომ მას სჭირდება საქართველოს როგორც მთავარი საყრდენი, მათ შორის ნაციონალური მოძრაობა, ეს გარკვეულწილად რა თქმა უნდა ზეგავლენას ახდენს მის იმიჯზე უკრაინაშიც, ხო? ის რა მცდელობაც არის ხა ნაციონალურ მოძრაობაში, რომ ვთქვათ, გარიყონ მიხეილ სააკაშვილი ან ჩამოაშორონ პარტიაში აქტიურ მმართველობას, ეს რა თქმა უნდა ნეგატიურად იქნება აღქმული უკრაინაშიც მის იმიჯთან დაკავშირებით, ამიტომ ის აქტიურად ჩაერთვება ალბათ ამ პროცესში ხა ნამდვილად არ მაქვს ინფორმაცია, ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ჩემი ვარაუდით ესე იქნება. არ მგონია რომ ესე მარტივად დათმოს მის მიერ შექმნილი პარტია. გიორგი, თქვენ ყველაზე კარგად იცით შიდა ამბები ნაციონალური მოძრაობის შიგნით. მე არ გთხოვთ რაიმეს ისეც თქვათ ეხა ისეთი პირდაპირ ეთერში, რაზეც არ გისაუბრია თქვენ. თავის დროზე, როცა თქვენ დატოვეთ ნაციონალური მოძრაობა, საუბრობდით იქ არსებულ გუნდზე, მათ შორის გიგა ბოკერია, დავით ბაქრაძე, მაჭავარიანი, ხათუნა გოგორიშვილი თუ არ ვცდები, თქვენ დაასახელეთ ვისთანაც თქვენი თანამშრომლობა ვეღარ წარმოგედგინათ. აი დღევანდელიდან გამომდინარე, რა შეგიძლია თქვა? რეალურად ორად არის ეხლა ნაციონალური მოძრაობა გაყოფილი თუ ეს უბრალოდ ჩვენ ვახდენთ ჰიპერბოლიზაცია ჟურნალისტები ამ თემის? არა, უკვე მკვეთრი დაპირისპირებაა ნაციონალურ მოძრაობაში, ის რაც მე ვთქვი მაისში ძალიან ბევრი მაკრიტიკებდა, ამბობდა რომ ესე არ არის, სხვაგვარად არის სიტუაცია, თუმცა დღევანდელი სურათი აჩვენებს რომ ის რაც მე ვთქვი ჯერ კიდევ მაისის დასაწყისში, როცა განცხადება გავაკეთე და ნამდვილად ჩუმად არ წამოსულა, ღია დავასახელე მიზეზები, რის გამოც დავტოვე ნაციონალურ მოძრაობა, აი ამ პრობლემები ნაციონალურ მოძრაობამ არჩევნების შედეგშიც ნახა და ეს პრობლემები ნაციონალურ მოძრაობა ამ პრობლემებს ხედავს დღესაც, ხო? უბრალოდ ამის დამალვა უკვე შეუძლებელია და მე ვფიქრობ რომ იმ ჯგუფმა რომელიც მე დავასახელე და რომელიც არის საქართველოში ეხა ეცდება მაქსიმალურად რომ ყველა სადავე ნაციონალურ მოძრაობის მართვის აიღოს ხელში და მაქსიმალურად შეეცდება იმას რომ გარკვეულწილად მათი ასე ვთქვათ გავლენის ქვეშ იყოს თავიდან ბოლომდე ნაციონალურ მოძრაობა და სულ უფრო და უფრო შესუსტდეს მიხეილ სააკაშვილის როლი ნაციონალურ მოძრაობაში. ანუ მიშა დამამკოლებელი ფაქტორი გახდა უკვე ნაციონალური მოძრაობის და თქვენ როგორ ხედავთ მიშას გარეშე ამ პარტიის ბედს?
მე პირდაპირ გეტყვით რომ ვფიქრობ რომ ძალიან ბევრ მხარდამჭერს დაკარგავს ნაციონალური მოძრაობა მიხეილ სააკაშვილის გარეშე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი ვის მას მხარს უჭერს, მაინც მხარს უჭერს ამ პარტიის ლიდერს და არა სიტყვაზე ვთქვა თუნდაც იმ ადამიანებს, რომელიც სახელები და გვარები თქვენ დაასახელეთ. საქართველოში ესია ჯერჯერობით და აქედან გამომდინარე ვფიქრობ რომ ძალიან ბევრ მხარდამჭერს დაკარგავს თუ მიხეილ სააკაშვილი გარიყავენ ან გაიწევა ნაციონალური მოძრაობიდან და ასე შემდეგ. ამიტომ უნდა ველოდეთ საკმაოდ ასე ვთქვათ დაძაბულ მდგომარეობას თვითონ ნაციონალურ მოძრაობაში. ალბათ ეს ამ ყველაფერს დრო გვიჩვენებს და დანარჩენი, რა ვიცი, ხა ნამდვილად გულწრფელად გეტყვით რომ რაღაც სიღრმეში აღარც მინდა შევიდე ხშირად აი ამ საკითხებზე საუბრის, იმიტომ რომ ეს მათი გადასაწყვეტია უკვე შიგნით როგორ მოიქცევიან და რა გზას დაადგებიან. გიორგი, კიდევ ერთი რამ მინდა გკითხოთ, ახალი გუნდი, რომელიც ჯერ არ არის დასახელებული მთავრობაში, მაგრამ პარლამენტის დონეზე ჩვენ უკვე ვნახეთ განახლებული ქართული ოცნება. თქვენ რა შეგიძლიათ მითხრათ, სხვაობას ხედავთ ძველ ოცნებასა და ახალ ოცნებას შორის და რეალურად ვისი გუნდი მოვიდა ხელისუფლებაში, ბიძინა ივანიშვილის თუ გიორგი კვირიკაშვილის? თუ ეს არის ერთი და იგივე? ხო, ინგა, მე ხა არ მგონია რომ ბიძინა ივანიშვილის და კვირიკაშვილის გუნდები ძალიან რადიკალურად სხვადასხვაა და მე ვფიქრობ რომ ქართულ ოცნებაში ყოველ შემთხვევაში დღეის მდგომარეობით ყველას ნათლად აქვს წარმოდგენილი რომ ბიძინა ივანიშვილის გარეშე ისინი დამოუკიდებლად რაღაცა პოლიტიკურ რაღაც საქმიანობას, აქტივობას ვერ განახორციელებენ. ყოველ შემთხვევაში დღეს ესეა. შეიძლება ვინმეს გაუჩნდეს უფრო მეტი ამბიცია და ამას უკვე დრო გვიჩვენებს დაგვანახებს. რაც შეეხება გუნდს, რომელიც წარადგინეს პარლამენტში და რომელიც სახელები და გვარები სახელდება. გულწრფელად გეტყვით რომ მე ძალიან მიჭირს ეხლა შეფასება გავაკეთო ეს უფრო ცუდია თუ უფრო კარგია. ხო, ამას გვიჩვენებს სულ 2-3 თვე. შეძლებს ეს გუნდი რომ დაიწყოს რეფორმების ახალი ტალღა თავის ახალ მთავრობასთან ერთად, რომელიც ასე რაღაცა სასიცოცხლოდ ჭირდება ქვეყანას, თუ ვერ შეძლებს. იქნებიან უბრალოდ მთავრობის გადაწყვეტილებების შემსრულებლები პარლამენტში, თუ ექნებათ გარკვეული ინიციატივები. საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომელიც დღეს აქვს ქართულ ოცნებას, ამას გამოიყენებენ ქვეყნის განვითარებისთვის თუ უბრალოდ ნებისმიერი გადაწყვეტილების ნოტარიულად გაფორმებისთვის, რომელიც სამწუხაროდ დიდი პრობლემა და თავის ტკივილი იქნება ჩემი აზრით საქართველოსთვის. ამას ყველაფერს დავინახავთ. ეხლა არ მინდა რომ ჯიბრში ჩაუდგეთ თავიდანვე, თუნდაც იმ ახალგაზრდა ადამიანებს, რომლებიც იქ არიან, მაგრამ მე ჯერჯერობით აი კონკრეტულ ხედვას ამ ხალხისას ვერ ვხედავ. ხო, რას აპირებენ, როგორ აპირებენ, როგორც ასევე ქართული ოცნების გეგმას ვერ ვხედავ, რას აპირებს მაგალითად ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლას. ხედავთ რომ ლარის კურსი უფრო და უფრო რთულ მდგომარეობაშია. ეს ნიშნავს რომ ეკონომიკა ყოველდღიურად რთულ მდგომარეობაშია. საქართველოს არ ჭირდება, ეხლა ჭირდება მართლაც ესეთი ძალიან ინოვაციური, ახლებური რეფორმები, რომელიც კიდევ დიდ ინტერესს მოიწვევს, ზიდავს ინვესტორებისას, ბიზნესი განვითარდება, სამუშაო ადგილები შეიქმნება. მე ჯერჯერობით ასეთ იდეებს ვერ ვხედავ. ვერ ვხედავ ვერანაირ ასე ვთქვათ კონკრეტულ გზავნილებს და მესეჯებს, რას აპირებს თუნდაც პარლამენტში არსებული გუნდი ამ მთავრობა საკუთარი ინიციატივებით. ამას ყველაფერს საბოლოო ჯამში უბრალოდ ვიტყვი რომ ჩვენ ალბათ 2-3 თვეში ყველაფერს დავინახავთ, რა გზას დაადგება საკონსტიტუციური უმრავლესობა, რა გზას დაადგება მთავრობა და რა შედეგზე გავა საბოლოო ჯამში. ეს უკვე ალბათ რა გზას უნდა დაადგეს და რა გეგმები აქვს გუნდის დასახელების შემდეგ იქნება უკვე დეტალურად განსახილველი. მადლობა გიორგი, წარმატებებს გისურვებთ. ახალი საქართველოს ლიდერი გიორგი ვაშაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. ახლა კი ზუსტად 2 წუთში ბიზნეს კონტრაქტი ბექა ბაციკაძესთან ერთად, თუმცა მანამდე მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი გადადგა ოდესის გუბერნატორობიდან. მე ვარ ჯარისკაცი, რომელიც წინ მიდის ვივლი იმდენს, რამდენიც საჭიროა სრული გამარჯვებისკენ. ამის შესახებ მან ღია ცის ქვეშ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, გადავწყვიტე თანამდებობის დატოვება და ბრძოლის ახალი ეტაპის დაწყება ვივლი იმდენს, რამდენიც საჭიროა სრული გამარჯვებისთვის, რომ უკრაინა გავათავისუფლო კორუფციული სიბინძურისგან. ჩვენ ზუსტად 1 საათში პირდაპირ ეთერში დავბრუნდებით ძალიან საინტერესო თემებით. მაშასე სააკაშვილი ოდესის გუბერნატორობიდან წავიდა, შეგახსენებთ 9 წლის წინ ზუსტად ამ დროს გადადგა ისიც საქართველოს პრეზიდენტის პოსტიდან. ბექა ბაციკაძე უკვე 2 წუთში პირდაპირ ეთერში დროებით.